ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბაღის აღზრდელი ამ წუთებში სწორედ ელოდება მოსამართლის გადაწყვეტილებას. რამდენიმე წუთში უკვე საქალაქო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს, გაუშვებს თუ არა 3 წლის ბავშვის ცემაში ბრალდებულ მასწავლებელს პატიმრობაში. მას რამდენიმე საათის წინ დროებითი მოთავსების იზოლატორში სახელმწიფო ბრალდებამ ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნო და უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკავებულ მასწავლებელს ძალადობას ედაობია. ჩვენთვის ცნობილი აღიარებს თუ არა დაკავებული პედაგოგი ბრალს, როგორც უფლებადამცველები პირველებს უყვებიან. დაკავებული პედაგოგი ნაწილობრივ აღიარებს ბრალს, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგმა საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს უთხრა, რომ მხოლოდ ერთადერთხელ იძავადა ბავშვზე და ის დაზიანებები, რომელიც 3 წლის ბავშვს ეთყობა, მის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგი არ არის. შესაბამისად ჩნდება მთავარ კითხვა და ამ დრომდე იყვნენ თუ არა სხვა პედაგოგებიც, რომლებიც სისტემატიურად ძალადობდნენ ბავშვზე. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულმა პედაგოგმა მხოლოდ ერთადერთხელ ფიზიკურად იძავადა ბაღის აღზრდელზე და ეს კადრები საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს აქვთ. როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია, რამდენიმე საათისგან შედგება ეს ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ძალადობის ეპიზოდს ასახავს, თუმცა უცნობია დაკავებული პედაგოგის გარდა სხვა პედაგოგებიც თუ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობაში იღებდნენ მონაწილეობას. აღიარებს ბრალს? ნაწილობრივ, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტს, თუმცა ის გადაწყვეტილები, რომლებიც მასმედიაში გავხსნა, ჩვენთან არ არის დაკავშირებული, ჩვენ ვარყოფთ ამას კატეგორიულად. ანუ სხვა ადამიანმა მიაყენა ეს დაზიანებები, ამას ამბობს? ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ მიაყენა და ჩავდივით ამ პოზიციაში, რომ იმას ბრალობა ამტკიცებს, უნდა არ აქვს დანაკარგებთან შემდგომობა. ეს ჩვენი პოზიცია და იყო ერთი კონკრეტული ფაქტი, ეს მოსიკასთან დაკავშირებით, რასაც უნდა ადასტურებს და მან ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ ვისაგამოძიებას ვიდრე ბრალდებულად იქნებოდა საერთოდ ცნობილი და დააკავებდნენ მოწმის სახით, როცა რომ ძალიან ინანიეს და ეს არის ჩვენი პოზიცია. აი ეს კონკრეტული ფაქტი, რასაც აღიარებს, რა სახის ძალადობაა? ფიზიკური, თამაშობრივად ფიზიკური. სულ რამდენიმე წუთში უკვე ოფიციალურად იქნება ცნობილი თუ როგორი იქნება მოსამართლის ვერდიქტი. ჯერჯერობით უცნობია რა შუამდგომლობით მიმართავს სახელმწიფო ბრალდება, რადგან სახელმწიფო ბრალდებას აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც სავარაუდოდ გამოიყენებენ ისინი პედაგოგის წინააღმდეგ, როგორც რამდენიმე საათის წინ პირველებისთვის გახდა ცნობილი, უშუალოდ იმ პედაგოგის უმკაცრესად დასჯას არ ითხოვენ ბავშვის ოჯახის წევრები, ისინი განსაკუთრებულად ითხოვენ იმ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემას, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია ამ ძალადობრივი ქმედებების შესახებ, თუმცა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს არ მიმართეს.